მაგრამ მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ როდესაც თქვენ ბედუკაძეზე საუბრობთ, იცით რა არის? თვითონ თქვენ დროს იქნა მიღებული ის კანონი ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, როდესაც მთავარ პროკურორს მიეცით უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში დავასრულებ თუ შეიძლება. კი ბატონო დაასრულეთ, მაგრამ პირდაპირ წერია, რომ წამებისთვის ვინც არის ბრალდებული, მას არ შეიძლება მისი სრულად გათავისუფლება სასჯელისგან არ შეიძლება. ეს წერი. ანუ არასწორად გამოიყენა მთავარმა პროკურორმა ეს უფლება. მე უფრო არასწორად გამოიყენა და ქალბატონი მთავარ პროკურორს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში თქვენ მიეცით უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ პირი დაეხმარება გამოძიებას უფრო დიდი და მძიმე დანაშაულის გახსნაში რა დანაშაულის გარდა რა წერია კოდექსში პირი პასუხისმგებლობისგან. დანაშაულის გარდა გამონაკლისი რა წერია? ხო იცით ის მუხლი? რა წერია? ეს არის შეუძლებელი ასეთ ფორმატში დებატი. გისმენთ ქალბატონო მანდა კონკრეტული კითხვა დაისვათ, რომ გისმენთ. რომ ბრძანდებით სტუდიაში, მე თქვენგან განსხვავებით ვარ ქუთაისში და თუ შეიძლება დამაცადეთ იმიტომ არ მესმის რა საუბრობ. გისმენთ კი ბატონო, დაასრულეთ უბრალოდ კონკრეტული კითხვა დაისვათ და მინდა რომ ამას უპასუხოთ. არჩილ ყბილაშვილმა იხემძღვანელა იმ საპროცესო ნორმით, რომელიც მიღებულია სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ჩვენ ვიფიქრებთ ამ ნორმის გადახედვაზეც, გადასინჯვაზეც, თუ ეს ნორმა ქმნის იმის საფუძველს, რომ ვინმე პირი, რომელსაც თურმე წამება აქვს ჩადენილი, ხვალ აღმოჩნდეს გარეთ, აუცილებლად ვიფიქრებთ ამ ცვლილებებზე, მაგრამ ყბილაშვილის მხრიდან გადაგებულმა ეს ხო დისკრეცია იყო, უნდა და გამოიყენებდა ამ უფლებას, უნდა და არა, ხო ალბათ თავად პროკურორის ჩვენებები რომ არა, ედუკაციის მიერ ამ ფირების გამოტანა და გამჟღავნება რომ არა, დღეს ეს წამებლები იქნებოდნენ აბსოლუტურად ალბათ თავისუფლად თავის ადგილებზე. გარდა ამისა, როდესაც თქვენ ემიჯნებით წამებას, მაშინ თქვენ იქვე უნდა თქვათ, რომ უარს ამბობთ იმაზე, რომ ცალსახად აპრიორში გამოაცხადოთ მერაბიშვილი და ახალაია პოლიტპატიმრად და პირიქით თქვით, რომ თუ მერაბიშვილს ამ ყველაფერთან კავშირი აქვს, დიახაც მერაბიშვილი მკაცრად უნდა დაისაჯოს. თქვენგან ეს ფრაზა სამწუხაროდ არ მოგვისმენია. თქვენ ერთის მხრივ აცხადებთ, რომ მერაბიშვილი როგორც გენდივანისია დაკავებული და არის პოლიტდევნილი თურმე და მეორე მხრივ ამბობთ, რომ ხართ შეურიგებელი. გაიხსენეთ, რომ მერაბიშვილი ვიდრე გახდებოდა თქვენი პარტიის გემდივანი, ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის დროსაც მოხდა საზარელი მკვლელობა გირგულიანის, რომელიც მფარველობდა იქ მკვლელებს, რომელიც მფარველობდა საკუთარ მეუღლეს, რომლის დაკვეთითაც და შეკვეთითაც სამწუხაროდ როგორც ჩანს განხორციელდა ეს ანგარიშწორება, რამაც წამებით სიკვდილი გამოიწვია, გადაშალეთ ევროსასამართლოს განაჩენი და მერე გაგვეცით ამაზე პასუხები. თქვენ პასუხები არ გაქვთ გირგულიანის საქმეზე. თქვენ გაურბიხართ პასუხებს და ცალსახად იშვერთ ხელს ბედუკაძისკენ. კარგით უნდა დავასრულოთ ბატონო პარლამენტით ამაზე. საუბრობთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობას იღებთ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება? მარტო ბოდიშის მოხდა Facebook-ის მეშვეობით, რასაც აკეთებს. მერაბიშვილი ეს არ არის საკმარისი. კარგით, ქალბატონო მანდა გასაგებად თქვენ პოზიცია ხო ამ რიგში იმ ყოველთან დაკავშირებით, რომელიც აქ ითქვა, რომ თითქოს რაღაც კანონში არის შეტანილი, რომ შეიძლება წამებისთვის გასამართლებული ბრალდებული პირი სრულად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობით. თუ ვინმე სააქეხა საპროცესო კოდექსში ჩაიხედოს 218 მუხლია, პირდაპირ წერია. სასჯელისგან სრულად გათავისუფლება არ შეიძლება შეეხოს პირს, რომელსაც ჩადენილი აქვს წამება. ეს არის მთავარი ნორმა, რომელიც დაირღვა ამ შემთხვევაში ბედუკაძესთან მიმართებაში. ქალბატონო მანდა თქვენც ჩაიხედეთ.